მეობიდან და კონკრეტულად კი მეღვინეობის სექტორიდან დარწმუნებული ვარ. ეს ინფორმაციაც გაგახარებთ. ვაზიანი კომპანიის ღვინო, საფერავი 2015 იაპონიაში საკურას კონკურსის უმაღლესი ჯილდო, ბრილიანტი, Diamond Trophy, პირდაპირ ესე ვთქვი, ამოიპოვა. ეს ღვინო მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში საკურას კონკურსში ორმაგი ოქროს მფლობელიც გახდა და შესაბამისად როგორც კონკურსის წესები ითვალისწინებდა, წარდგენილი იყო გამოფენაზე Food X Japan 2017 უმაღლესი ჯილდოს ბრილიანტის მოსაპოვებლად ხარისხის დაფასტაცხადია. არც რაოდენობაში გვაქვს პრობლემები გასაღების ბაზრებზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 2017 წლის 2 თვის მონაცემებით საქართველოსდან სოფლიოს 32 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8,772,275 ბოთლი ღვინო, რაც 94%-ით. ის გაორმაგებული მაჩვენებელია, ალბათონებო და ბატონებო, აღემატება 2016 წლის ანალოგიურ პერიოდს და მაჩვენებელს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით კი თანხებში გამოხატული მონაცემებით ამ წლის პირველ ორ თვეში ექსპორტირებულია 20,500,000 დოლარის, ოღონდ ამ შემთხვევაში ღირებულების ღვინო, რაც ასევე 91%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მოდი გიორგი სამანიშვილს მოусმინოთ. ღვინის ექსპორტის მხრივ 2017 წელი საკმაოდ აქტიურად დაიწყო. იანვრის და თებერვლის თვის დაჯამების შემდეგ გამოჩნდა, რომ ექსპორტი ფაქტობრივად გაორმაგებულია, როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად შემოსავლების მხრივ და მხოლოდ იანვრის და თებერვლის თვეში ექსპორტზე უკვე გავიდა 9 მილიონ ბოთლამდე ღვინო, რაც შემოსავალმა 20 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ხაზგასმულია, რომ ექსპორტის მატება გვაქვს როგორც ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, ასევე ახალ ბაზრებზეც დადებითი ტენდენციებია და იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნება მთელი 2017 წლის განმავლობაში. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი ესე გამოიყურება. რუსეთი 5,717,000 299 თუ ესე დეტალებში გაინტერესებთ ბოთლი. მეორე ადგილზე გახლავთ უკრაინა 859,756 ბოთლით. ჩინეთი 822,552, ყაზახეთი 399,000 და პოლონეთი 312,650. სოციალურ გრაფიკაც კარგი მომზადებულია და ციფრებიც არანაკლებ დამაიმედებელი და საინტერესოა. ცხადია, დამამფიქრებელია პირველ ადგილზე მყოფი რუსეთის სხვაობა მეორე ადგილოსანს შორის, მაგრამ მე მგონია, რომ ამ თემას ცხადია გავარჩევთ კიდევ სხვა წარმომადგენლებთან, მაგრამ მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის და ევროპის სხვა ქვეყნების განსაკუთრებით ამ შემთხვევაში პოლონეთის პოტენციალი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ამ ინტერესით. ღვინის ექსპორტის ზრდა წლის დასაწყისისთვის ძირითადად საექსპორტო ქვეყნებში ესე გამოიყურება. ნუ გაგიკვირდება და ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის 31,740 ბოთლი. აქ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ახალი გახსნილი ბაზარია, საოცარ ზრდასთან გვაქვს შესაბამისად საქმე, მაგრამ არანაკლები ზრდა თუ მეტი არა, თითქმის 280%-იანი გახავთ ჩინეთზე, რომელზეც, როგორც მოგახსენეთ, 832,552 ბოთლი გავიდა. კანადაში შესაბამისად ზრდა არის 238%, რადგან თითქმის 25,000 ბოთლი მიიღეს საქართველოსდან. გერმანია 151%-იანი ზრდა და 86,074 ბოთლი, რუსეთი 123%-იანი ზრდა, რუსეთი ტრადიციულად ხარ მინდა ყოფილი თანამდებობის პირების მოშველება 5 მილიონი ბოთლი ღვინის, მეცაც ასე შეიძლება რომ აიტანოს, თავარია ჩვენ ხარისხი შევინარჩუნოთ 123%, ლატვია 85%, 193,720 ბოთლი ღვინო, ყაზახეთი აი აქ 15%-იანი ზრდა, აქ დაეტყო შედარებით კრიზისი ყაზახეთს, 399,000 ბოთლი ღვინოა და უკრაინაში 32%-იანი ზრდა, ეს კიდევ ერთი ტრადიციული ქვეყანა ქართული ღვინის მოხმარებისა, სადაც
859,756 ბოთლი ღვინო მივიღეთ. ესე იგი 3000%-იანი ზრდა, რაც თქვენ ნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, ეს უკვე იმის აღმნიშვნელია, რომ ამ ქვეყანაშიც მსგავსად კანადისა, სადაც თითქმის 300%-იანი ზრდა არის, იხსნება ქართული ღვინისთვის შესაძლებლობები და ადგილობრივი ბაზრები. დასახელებულ პერიოდში მსოფლიოს 9 ქვეყანაში, რაც მე მოგახსენეთ, ექსპორტირებულია 2,162,305 ბოთლი, ეს ეგრეთ წოდებული ნახევარლიტრიანი ბრენდები, რაც 51% აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 5,2 მილიონი დოლარის ღირებულების ბრენდი და ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53% შეადგინა. სხვა შორის 138%-ით არის გაზრდილი ჭაჭის ექსპორტიც. სულ 33874 ბოთლი ჭაჭა მსოფლიოს 13 ქვეყანაში გაიგზავნა და იძახეთ მე რომ 13-ით არსიაო. ექსპორტირებულმა ჭაჭამ თანხაში $100,000-ზე მეტი შეადგინა, რაც 118%-ით მეტია გასული წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე. ჩვენ მხოლოდ საუბრობთ ორ თვეზე. მთლიანობაში ღვინის ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში $40 მილიონ გადააჭარბა. საუბარია $40,100,000-ზე, რაც თითქმის გაორმაგებულია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. და როდესაც აღნიშნულმა შემოსავლებმა, თქვათ, თავის დროზე 20 მილიონს მიაღწია. აი ესეთი ყველანაირი დოზით ალკოჰოლური შესავალი გავაკეთეთ დილიდან, რომ მაქსიმალურად დღეს შეძლოთ და უზრუნველყოთ თქვენთვის და თქვენი გამორჩეული ქალბატონებისთვის, გოგოებისთვის 8 მარტის მილოცვა. ჩემთვის აქ გამორჩეული დღე, რადგან დღევანდელი დღის გმირებისთვის მე პირადად მიზუნილი მაქვს. ყოველი წლის დანარჩენი 364 დღე სამწუხაროდ პირდაპირ ეთერში ამას მხოლოდ ანა ლაპიაშვილი დამიდასტურებს, ალბათ ასევე იღიმიან ჩემი კოლეგები პირველი საეთეროში გულწრფელი მილოცვები მათაც, ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ყველას ვისაც ერთმანეთი გვეძვირფასება გილოცავთ და ყოველთვის გქონდეთ მიზეზი, რომ ერთმანეთს მიულოცოთ მარტის 8 რიცხვი და გაზაფხულის